საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი რევას სოხაძე, ბატონებას მოგესალმებით, მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ წლის პირველ ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის და გილოცავთ ყველა დღესასწაულს. დიდი მადლობა, ასევე თქვენ. მოკლედ წლის დასასრული ისეთი უნდა და როგორიც იყო რიკოთის ასე ვთქვათ მონაკვეთის დასრულება მართლაც ისტორიული პროექტის და ცხადია გვაქვს მიმდინარე საკითხებიც, აქტუალური საკითხები მიმდინარე პერიოდის და ბუნებრივია გვინდა რომ ამაზე თქვენი აზრი მოვისმინოთ უკვე წლის დასაწყისში. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, ვიტყოდი საუკუნის პროექტი და ეს ფრაზა არაერთხელ მოგვისმენია ბოლო პერიოდში. ეს არის ის მონაკვეთი, რომელიც იყო ყველაზე რთული საინჟინრო თვალსაზრისით, ყველაზე რთული განსახორციელებელი. დღეს ჩვენ საუბრობთ 51 გვირაბსა და 97 ხიდზე, რომელიც ეს ციფრები ყურს მიეჩვია უკვე და ძალიან მარტივად საუბრობთ, თუმცა ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი შრომა, რომელიც ამაში ჩაიდო და მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ჩართული იყო ამ პროცესში იდეის დაბადებიდან განხორციელებამდე და ყოველდღიურად შრომობდა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის. მე ამ მონაკვეთის გახსნაზე ვახსენეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ეს პასუხისმგებლობა, ხშირად იყოს, მუდამ იყო საუბარი რიკოთის უღელტეხილის, ასე ვთქვათ, მოდერნიზების შესახებ, თუმცა პასუხისმგებლობა და ამ რთული თემის აწევა გადაწყვიტა ჩვენმა ხელისუფლებამ, რაც ძალიან დიდ სითამამეს მოითხოვდა იმ დროს წლების წინ, როცა ამ პროექტის განხორციელება დაიწყო. პირდაპირ ვთქვათ, რომ ბევრს არ ეჯერა, რომ ეს პროექტი საბოლოოდ. კი, მე მინდა გითხრათ, რომ რეგიონში მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანზე ჩვენ დარჩენილი გვაქვს რამოდენიმე მცირე მონაკვეთი, ეს არის სამტრედიის ეგრეთ წოდებული ხიდის მონაკვეთი, რომელზეც მიმდინარეობს სამუშაოები. გურიაში არის, თქვენ იცით, რომ გურიის მონაკვეთზე ჩვენ გავხსენით 8 კილომეტრიანი გზა, ეს არის ლანჩხუთის ასავლელი მონაკვეთი, გაზაფხულზე გაიხსნება დარჩენილი 6 კილომეტრიანი მონაკვეთი და ასევე გაიხსნება გურიაში მცირე 3 კილომეტრიანი გრიგოლეთის მონაკვეთი. დასავლეთის მონაკვეთი ასევე გაზაფხულზე, რაც ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ უკვე ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე ბათუმამდე, თბილისიდან ბათუმამდე მოძრაობა იყოს ფაქტიურად შეუფერხებელი, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ სამტრედიის მონაკვეთს და ამ მიმართულებით მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასული წელი. რადგანაც გზებით დავიწყეთ თქვენის ნებართვით, მე ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ახლა ხორციელდება, ეს არის ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ეს არის 23 კილომეტრიანი მონაკვეთი. სწორედ მაგ მიმართულებაზე არის. სწორედ მაგ მიმართულებაზე გვაქვს დღეს პრობლემები და მე ამიტომაც მინდოდა ამასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ ძალიან ხშირად ზამთრის პერიოდში გუდაურის, მლეთა გუდაურის და გუდაური კობის მონაკვეთი ზვავს საშიშროების გამო იკეტება ხოლმე და ამ გუშინაც მაგალითად იყო შეფერხება ამ მიმართულებით, რაც გამომდინარეობს საშიშროებიდან. ჩვენ ეს მონაკვეთი, რომელსაც ახლა ჩვენ ვაშენებთ აქტიურად და მინდა გითხრათ, რომ ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი და რთული საინჟინრო პროექტი არის, ვიდრე რიკოთის მონაკვეთი, მოგცემს საშუალებას იმისას, რომ უკვე ზაფხულში ჩვენ გავხსნით გუდაურამდე მისასვლელ გზას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზამთრის პერიოდში აღარ მოხდეს შეფერხება, იმის გარდა რომ უბრალოდ თავისუფლად ჩავალთ და გაცილებით კომფორტულად მოხდება მგზავრობა და უკვე შემდგომში, როდესაც სრულად დასრულდება ეს მონაკვეთი, მინდა გითხრათ, რომ აქ არის 9 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც უკვე დასრულებული არის და მიმდინარეობს მოპირკეთებითი სამუშაოები, ყველა ეს დიდი გვირაბი რეგიონში. და ასევე არის ყველაზე მაღალი ხიდი, რომელიც შენდება და უნიკალური ხიდი, რომელიც შენდება ამ ხეობაში, ეს არის 166 მეტრიანი ხიდი, 166 მეტრის სიმაღლეს გულისხმობ, რაც ამ ლანდშაფტში საკმაოდ საინტერესოდ იქნება განთავსებული და ესეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის არა მხოლოდ ტრანზიტული კუთხით ჩვენი ქვეყნის პოტენციალის გაძლიერების,
არამედ ტურისტული კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მოსახლეობა აღმოაჩენს ხადას ხეობას, რომელშიც მეც ჩემს სამწუხაროდ უნდა ვახსენო, რომ არ ყოფილვარ აქამდე და ეხლა სამსახურეობრივი მდგომარეობიდან მომიწია იქ ჩასვლა და მინდა გითხრათ, რომ ულამაზესი ადგილები არის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის ამ მხარეში ნამყოფი და ეს გზაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი კიდევ ერთი ძალიან ლამაზი მხარეს გავეცნოთ და შევისწავლოთ და მე მინდა მაყურებელს ბოდიში მოუხადო პირველ რიგში ამ შეფერხებებისთვის, რომელიც ზამთრის პერიოდში არსებობს, თუმცა ეს არის გარკვეულწილად ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ რა მომენტშიც საშუალება ეძლევა მას შესაბამისი სამსახურების თანხმობით მოახდინოს ნებისმიერი გზის გაწმენდა საქართველოს მასშტაბით და მუდმივად ათასობით ადამიანი არის მობილიზებული იმისთვის, რომ გზები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი იყოს განვლადი და ამ თვალსაზრისით შეფერხება იყოს მინიმალური. კი ბატონო, მადლობა თქვენი ამ შეფასებისთვის და მართლაც ახლა რომ არ იყოს ის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე სირთულეები, ცხადია ის მშენებლობებიც არ დაიგეგმებოდა, რომელიცაც ახლა თქვენ ახსენეთ, ხო? ზუსტად იმიტომ რომ წლებია ასეთ ტიპის სირთულეები. ჩვენ ეს გზა საბოლოოდ როდესაც გაიხსნება, მოგცემს იმის საშუალებას, რომ არც ერთ სეზონზე ამ გზაზე შეფერხება აღარ იყოს და მუდმივად ზამთრის პერიოდშიც, მათ შორის სტეფანწმინდა თბილისის გზა იყოს გახსნილი. ეს არ არის ერთადერთი მონაკვეთი. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს გველეთი ლარსის მონაკვეთის მშენებლობა, ასევე ეხლა უკვე გამოცხადდება ტენდერი არშა სტეფანწმინდის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე. ასევე დაგეგმილი არის, რომ წიწამური ჟინვალის მაგისტრალის მშენებლობა დაიწყოს უახლოეს პერიოდში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის და ფასანაურის შემოვლითი 6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რაც საბოლოო ჯამში ამ მიმართულებით ჩვენ მოგცემს ძალიან გაუმჯობესებულ და კომფორტულ მაგისტრალს. ჩვენ საახალწლო დღეებში გამოვაცხადეთ უკვე და გამოცხადებული არის ტენდერი თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე. ეს არის წიწამური ავჭალის მონაკვეთი და უკვე თებერვალში გამოცხადდება მესამე ლოტი და წელს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება. ჩვენ გვაქვს მეოთხე და მეხუთე ლოტიც, რომელიც ასევე წელს გამოცხადდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს უკვე აქტიური სამუშაოები იქნება დაწყებული ამ მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარების კუთხით, არამედ ეს მაგისტრალი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ხელშეუწყობს თბილისის დედაქალაქის სატრანსპორტო კუთხით უზრუნველყოფას, გააუმჯობესებას ამ მიმართულებით სიტუაციის და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, იმიტომ რომ ამ კუთხითაც არაერთი პრობლემა იქნებოდა განსაკუთრებით გაზრდილი, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო საშუალებებიდან გამომდინარე დედაქალაქთან მიმართებაში შემოსასვლელ გასასვლელის ნაწილში. ბატონო, თქვენ ახსენეთ არაერთი პროექტი, არაერთი ტენდერი ამ კუთხით და თუმცა ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები იყო ტენდერებთან დაკავშირებით. მანამდეს, რაზეც თქვენ მოგიწიათ ასევე შეჩერება, რევიზია, გადახედვა გარკვეული ტიპის პროექტების, იყო გარკვეული კორუფციული რისკების გარე შეფასებიდან გამომდინარე. როგორი იქნება კვლავ, ასე ვთქვათ, დაზღვევის მექანიზმები მაქსიმალურად, რომ კორუფციული რისკები ნაკლებად წარმოიქმნას ამ შემთხვევაში და თანამშრომლობა ბიზნესთან ბუნებრივია, ვინაიდან ტენდერი სახელმწიფო ბიზნესის თანამონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია. ხო, ნაკლებად წარმოიქმნას არა, ალბათ არ უნდა წარმოიქმნას. თქვენ იცით, ჩვენი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის კონკრეტულად დამოკიდებულება კორუფციასთან დაკავშირებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ალბათ განვითარების შემოფერხებელი წინაპირობა არის ზუსტად ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და პრობლემები. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავის აზრადაც არ მოუვიდეს მსგავსი ქმედების განხორციელება და გარწმუნებთ, რომ ჩვენი სამინისტროს და მთლიანად ხელისუფლება შესაბამისი ორგანოებიც ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ გამჭვირვალობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენცია ამ თვალსაზრისით და სწორი პროცედურების დანერგვა, მათ შორის სატენდერო პროცედურების დანერგვა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითეული პროცედურა იყოს გამჭვირვალე, გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და მათი ჩართულობაც არის მნიშვნელოვანი.
თქვენ იცით რომ პრემიერი ხშირად ახსენებს ხოლმე ხარჯთ ეფექტურობას და არის ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ ჩვენ არაფერში სახელმწიფო ხალხის ფული არ გადავიხადოთ არც ერთი კაპიკით მეტი. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ რაღაცაში ფული არ გადავიხადოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად გააზრებული ის რომ თუ რაღაცა პროდუქტის შექმნა ღირს რაღაცა ღირებულება ბაზარზე ჩვენ მზად ვართ რომ ეს თანხები გადავიხადოთ. ამ მიმართულებითაც ქონდა ჩვენ პრობლემა, როცა არაჯანსაღი არის სისტემა, იქ უფრო მეტია საშუალება, მათ შორის კორუფციული გარიგებების, მათ შორის არახარისხიანი პროდუქტის მიღების, არახარისხიანი მშენებლობების ფასებთან დაკავშირებითაც სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ ახალი სისტემა შევქმნით, მოხდა ფასების დადგენა ხდება უკვე ახალი წესით, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაწვდით ბიზნესს და მათგანაც არის დადებითი გამოხმაურება ამ მიმართულებით, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ რეალური ფასები კონკრეტულ პოზიციებთან დაკავშირებით და აქვე მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღემდე ოპერირებს მშენებლობასთან მიმართებაში ეგრეთ წოდებული საბჭოთა კავშირის სნიპებით 80-იანი წლების ნორმებით, რაც ასევე არ არის ნორმალური და ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ უკვე მომავალი წლიდან ჩვენ ევრო კოდებზე, ევრო სტანდარტებზე გადავიდეთ, მათ შორის ჩვენი ბევრი მიმართულებით ჩვენი ქვეყნის სტანდარტის შევქმნათ, მათ შორის საგზაო მიმართულებით ჩვენ აქტიურად მუშაობთ საგზაო კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ალბათ უახლოეს პერიოდში წარუდგენთ პარლამენტს და ყველა ეს ცვლილება ერთობლიობაში გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს სისტემა უნდა გაჯანსაღდეს სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი მშენებლობების, აი მთელი მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ გვინდა ავაშენოთ რომელიმე სოფელში ან მუნიციპალიტეტში სკოლა, ეს პროცესი თავიდან ბოლომდე იყოს გამჭვირვალე, დაზღვეული ყოველგვარი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კორუფციული რისკებისგან, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის, საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი სკოლა, ხარისხიანი პროდუქტი, სადაც ბავშვები ღირსეულად ისწავლიან და ეს სკოლა იქნება ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, რაც დღეს არსებობს. კონკრეტულად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართულებით ჩვენ ერთი მთავარი რაც გავაკეთეთ, ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ იყო პრაქტიკა დიზაინ ბილდებით, ეგრეთ წოდებული დიზაინ ბილდის პრინციპით ტენდერების გამოცხადების, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი ეს პროცესი მოგონილი იყო თავის დროზე, იმიტომ რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსაკუთრებული სირთულის ობიექტების შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ეს პრინციპი ტენდერის და შესყიდვის. ჩვენ დღეს აქტიურად მუშაობთ და ძალიან ბევრი 50-მდე კონკურსი უკვე ჩატარებული არის, არქიტექტურული კონკურსი, სადაც გამოვლენილი არიან გამარჯვებულები, ძირითადად ქართველი არქიტექტორები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს ბაზარზე ეს მიმართულებაც განვითარდეს, არქიტექტურული სკოლა, იმიტომ რომ ყოველთვის ძლიერი იყო ჩვენ ქვეყანაში ეს მიმართულება და ჩვენც გვინდა, რომ ამ მიმართულებით ერთი მხრივ ხელი შევუწყოთ და თან უზრუნველყოთ ის, რომ ხარისხიანი პროდუქტი მივიღოთ. ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი, უკვე კარგად დამუშავებული პროექტი, რომელიც უკვე მშენებლისთვის გადაცემის შემდგომ აღარ საჭიროებს დიდად ჩარევას, ცვლილებებს, რაც თავისთავად წარსულში იწვევდა დროის გაწევას და ჩვენ ვიცით ობიექტები, რომლებიც წლებია, სკოლა, რომელიც შენდება 5 წელი, რაც არ არის ნორმალური და ეს არ უნდა ხდებოდეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანამ იმ ფულით, იმ ბიუჯეტით, რომელიც ჩვენთვის არის განსაზღვრული, მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც კი ბატონო, მნიშვნელოვანი კომპონენტია სპორტული ინფრასტრუქტურა, დარწმუნებული ვარ წელს აქტიურად არის დაწყებული, უკვე დაწყებული არის ათეულობით საფეხბურთო ეგრეთ წოდებული ტექნიკური ცენტრის მშენებლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და პრემიერის პოზიციაზე მთავრობის პოზიცია არის ის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ყველანაირ სერვისზე, მათ შორის სპორტულ სერვისებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, არამედ უბრალოდ
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და დღეს 21 საუკუნეში მე მგონი არავის აღარ უყვირს ის რომ სპორტული ცხოვრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, ასევე მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ესეც მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს და ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს მსგავსი კომპლექსები, რაც მნიშვნელოვნად ხელშეუწყობს ჩვენი რეგიონების თანაბრად განვითარებას, რაც ამ ქვეყნის წინსვლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება. კი ბატონო, აუცილებლად და ბატონებას მინდა აქვე გთხოვოთ, იმიტომ რომ როცა გვპირდებით ყოველთვის ასრულებთ ხოლმე ეს რაღაც ზუსტად ერთი თვის წინ ვისაუბრეთ ჩვენ და ახლა ვსაუბრობთ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, ცალკე ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტი დეტალურად ნავისაუბროთ, იმიტომ მართლაც ფანტასტიკურ საქმეს ანხორციელებთ ამ მიმართულებით და არა მხოლოდ და ასევე ხაზი მინდა გაუსვა მართლაც თქვენს აქტიურ კომუნიკაციას ბიზნესთან, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვესწრებოდი ასევე რამოდენიმე შეხვედრას და რეალურად მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესაც ესმის, რომ ნულოვანი კორუფციის პირობებში მართლაც აზრათაც რომ არ უნდა გქონდეთ, თუმცა ხარისხიან და ეფექტურად უნდა განახორციელონ მათი საქმე. თქვენ ამაში ყველაფერში ხელს უწყობთ, რასაც ვხედავთ ყოველ შემთხვევაში. ჩვენ მართლაც ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან, სხვადასხვა არის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, მათი დახმარებით, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები. ისინი არიან ჩვენ მათ უყურებთ როგორც ჩვენს პარტნიორებს, იმიტომ რომ მათ გარეშე ბუნებრივია ჩვენ ჩვენს პროექტებს ვერ განვახორციელებთ, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი მიდგომები, ჩვენი წესები, ჩვენი სტანდარტები, რომელსაც ისინი უნდა აეწყოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მათ შორის კარგი ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად არის ის, რომ შეიქმნას ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები. ესეც არის ერთ-ერთი ჩვენი მიზანი და ამოცანა. ჩვენ საგზაო მიმართულებით მაქსიმალურად ყველა ტენდერში ვცდილობთ, რომ წავახალისოთ და შეიქმნას ხელსაყრელი პირობები იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერებში და მათ შორის დიდ ტენდერებში და მათაც შეიძინონ ეს გამოცდილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათ შორის ცოდნაც დარჩეს ამ ქვეყანაში ყველა ამ პროექტის განხორციელების შემდგომ. ეს ვერ იქნება რაღაცა ასე ვთქვათ, ცუდი გაგებით პროტექციონისტული მიდგომა, ჩვენ მიდგომა ხარისხთან, დროსთან, შესაბამის სტანდარტებთან დაკავშირებით ერთნაირი გვექნება ყველა კომპანიასთან, რომელიც ასე ვთქვათ, საერთაშორისო იქნება თუ ქართული, ეს იქნება მკაცრი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვინდა რომ ქართული კომპანიები ბაზარზე ძალიან გაძლიერდნენ მშენებლობის მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან ვრცელი და მნიშვნელოვანი საუბრისთვის, მნიშვნელოვანი მესიჯებისთვის.